ახალ წლამდე ზუსტად 15 დღეა დარჩენილი. მოქალაქეთა ნაწილი კი უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოლოდინშია. Ამ გადარიცხვებმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ შეხვდებიან ახალ წელს უცხოეთში დასაქმებული ნათესავების იმედად მყოფი ადამიანები. ასეთი გადარიცხვების დიდი ნაწილი რუსეთზე, საბერძნეთზე, იტალიასა და ამერიკაზე მოდის. თუმცა ფულადი გზავნილების რაოდენობა წელს შემცირებულია. ამის მიზეზი სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად რუსეთში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებია. სანდრო ჯუფალაკიანი გვიამბობს, როგორ უკავშირდება რუბლის გაუფასურება ქართულ საახალწლო სუფრას. 104 მილიონი დოლარი. ეს თანხა საქართველოში ერთი თვის განმავლობაში უცხოეთიდან გადმოირიცხა. ნოემბრის სტატისტიკა ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. წინა წელთან შედარებით გზავნილების მოცულობა 20 მილიონით არის შემცირებული. საგრძნობი კლება თანხის გადმორიცხვაში რუსეთიდან, სადაც ბოლო ერთ თვეში რუბლი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. იქ ხდება ადგილობრივი ვალუტას შემოსავლის მიღება, რომლის გადახურდავებაც შემდგომ ხდება დოლარში და ხდება გზავნილი იგზავნება, ასე ვთქვათ, დოლარში. და როდესაც კურსი მსგავსი მასშტაბით დაეცა რუსეთში, ბუნებრივია ამან შეამცირა გზავნილებიც. საახალწლოდ გზავნილების მოცულობა სავარაუდოდ გაიზრდება, თუმცა წინა წელთან შედარებით მაინც კლებაა მოსალოდნელი. ჯერ კიდევ არ დაწყებულა ესეთი ფართო მასშტაბით წინა საახალწლო გაკლდვები იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობამ არ დაიწყო დიდი რაოდენობით პროდუქციის შეძენა. თუ მდგომარეობა ისეთი, რომ ფულადი მასა აღარ აძლევს მოსახლეობას შესაძლებლობას პროდუქცია შეიძინოს, ეს კიდე ერთი მანიშნებელი იქნება იმისა, რომ ზოგადად ეკონომიკური ვითარება უარესდება. კიდევ ერთი სტატისტიკა დღეს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ 19 თვის მანძილზე ნოემბერში ექსპორტის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მეღვინეები ვარაუდობენ, რომ რუსეთში არსებული სიტუაცია ქართულ პროდუქციას უკვე იანვარში გააწვირებს. უფრო ნათელი იქნება თუ როგორ საით და უშუალოდ იგივე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენ კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად შეფასებული ქონდა და ახლაც გვაქვს ეს რისკები, რაც არის რუსეთთან დაკავშირებით. ფულადი გზავნილები და ექსპორტ-იმპორტი გავლენას ეროვნულ ვალუტაზე ახდენს. ლარი კი ერთკვირიანი გამყარების შემდეგ მეორე დღეა უმნიშვნელოდ გაუფასურდა. $1 ღირებულება დღეს ლარი და 85 თეთრია.